მსოფლიო ისტორიის ცენტრები. როდესაც საუბრობთ ისტორიაზე და როდესაც საუბრობთ პოლიტიკურ ისტორიაზე, რა თქმა უნდა, აქ ძალზე მნიშვნელოვანია თავად ამბები, პოლიტიკური პროცესები, რომლის მოთხრობა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, წყაროები არის არქეოლოგიური მონაცემები და წერილობითი წყაროები პირველ რიგში. და თუ არ არსებობს ხა ხსოვნა, თუ არ არსებობს მონაცემები, დანარჩენი უკვე მითოლოგიაში გადადის. შესაბამისად, აქ ძალზე აქტუალურია, რომ თუ ჩვენ შევხედავთ სოფლიოს ისტორიას, სოფლიოს პოლიტიკურ ისტორიას, უნდა დავინახოთ თუ საიდან იწყება ის პროცესები, როდესაც ვიცით აქტორები, მონაწილეები, მსახიობები, ანუ სახელმწიფოები, ქვეყნები, რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ქმნიდნენ იმ დიდ სპექტაკლს, რასაც შეიძლება ერქვას სოფლიო ისტორია. როგორც სამუელ კრამერი ამბობდა, ისტორია იწყება შუმერიდან და ის მართალი იყო. მართალი იყო ორი მიმზაზი და ორი მოტივით. პირველი, მართლაც და შუმერული სამყარო იყო პირველი ქალაქ-სახელმწიფოების სივრცე, როგორც იტყვიან, ღმერთმა შექმნა სოფელი და ადამიანმა ქალაქი. ქალაქი არის ის ადგილი, სადაც ყველანაირი წარმოება, ყველაფრის გედება შეიძლება გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა, ანუ სადაც ადამიანი მხოლოდ კულტურულ მოღვაწეობას ეწევა, სულიერ კულტურულზე აქ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარი და მისი ხელოსნების ნიმუშიც უკვე ეს გარდაქმნა ახალს ქმნის აბსოლუტურად და მეორეს მხრივ ეს სივრცეა, სადაც იბადება დამწერლობა და დღეს არავინ არ დაობს პირველი იეროგლიფური მსგავსი დამწერლობა, რომელიც ძალიან მალე გაამარტივეს და გადაიყვანეს ლურსმულზე და შემდგომში დაახლოებით იგივე გენეტიკის ხალხმა ეს ფინიკიელები იყო თუ ჩვენი წინაპრები, ვინც ცხოვრობდა გრაკლიანის გორაზე, პირველი ამბანური დამწერლობა შეთავაზეს კაცობრიობას. ყოველ შემთხვევაში შუმერში შეიქმნა ორი რამ, რაც არის მთავარი განსაზღვრელი პოლიტიკური ცხოვრების, პოლიტიკური კულტურის, ქალაქი და დამწერლობა, ხსოვნა, ის ხსოვნა, რომელსაც გადასცემ თაობებს დაწერების და რაც თავარია, შეგვიძლია წავიკითხოთ და მოუთხროთ სხვებს და გავიგოთ რა ხდებოდა. შესაბამისად, ჩვენ მსოფლიო ისტორიის ცენტრებზე საუბარი თუ რა წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიის ცენტრს, სად ხდებოდა, სად მიმდინარეობდა თავარი პოლიტიკური ბატალიები დედამიწაზე, უნდა მიუდგეთ იქიდან, რომ აი ეს ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ, შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ იქიდან, რაც გვაქვს ორი რამ, ქალაქი და წერილობითი წყაროები. და აი პირველი სივრცე, რომელიც თქვათ აი ამას მოიცავს ამ ყველაფერს, რაც ენათესავება თქვათ შუმერულ კულტურას, არქეოლოგიური გათხრების მონაცემებით, ლინგვისტური მონაცემებით და დნმ-ის მონაცემებით ელემენტარულად, ეს არის სივრცე კავკასიონის ქედიდან სპარსეთის ყურემდე, ზაგროსის მთებიდან და მოყოლებული დასავლეთით ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებამდე. აი ეს სივრცე და ზედ დამატებული ნილოსის ქვემო დინება, სადაც სხვათა შორის დაახლოებით 500 წელიწადში იმ პერიოდიდან, როდესაც აი პირველი ამბანური ნიმუშები ჩდება შუამდინარეთში, იბადება გაერთიანებული ეგვიპტის სამეფო, ყველასთვის ცნობილი მენესის მეტაურობით და არც თუ დიდი დროის შემდეგ რაღაც 300-400 წლის, იმიტომ რომ დიდ პროცესებში 300-400 წელი ასე თუ ისე გრანდიოზულად ჩანს, უკვე პირამიდების შენებას დაიწყებენ ძველი ეგვიპტელები. და რა თქმა უნდა, ძველი ეგვიპტეც უკვე 3000 წლიდან უეჭველი ბრინჯაოს კულტურის მატარებელი სივრცეა. ამის შემდეგ ხდება კულტურის გავრცელება აღმოსავლეთით ინდისკენ მესამე ათასწლეულში და აქ ჩერდება. და ამის გამავრცელებლებად სხვათა შორის ზაგროსის მთებში მცხოვრები ელამური ტომები ითვლებიან. ზაგროსიდან, ელამიდან უნდა იყვნენ ბრინჯაოს კულტურის ექსპორტიორები, სწორედ კონკრეტული პირები და კონკრეტული ტომი ინდურ სივრცეში, ანუ მდინარეების ინდის და განგის არეალში, სადაც შორის ძალიან დიდი სივრცე მოიცვა და აქედან უნდა წასულიყო უკვე 1000 წლის შემდეგ ჩინეთში ბრინჯაოს კულტურა. აღარაფერს ვამბობ უკვე იაპონიაზე, სადაც სულ რაღაც დღევანდელობიდან რომ გადავთვალოთ 2200 წლის წინ შევიდა ერთდროულად ბრინჯაოს და რკინაც. მანამდე იაპონელთა წინაპრები ქვის ხანაში ცხოვრობდნენ და შესაბამისად იაპონია კულტურული განვითარებით სულ მცირე 3300 წლით ჩამორჩება ჩვენს არეალს. ეს რა თქმა უნდა არაფერზე არ მეტყველებს დღეს იმ გაგებით, რომ დღეს ერთ-ერთი მედროშე და მოწინავეა ტექნოლოგიებში იაპონია, მაგრამ ჩვენ ახლა აქ მივსდევთ ისტორიულ ქრონომეტრაჟს და ქრონოლოგიას და ისტორიულად ასე გამოდის.
რომ ჩვენ სივრცეში იწყება ბრინჯაო ქრისტეშობამდე 3500 წლის წინ, ხოლო იაპონურ სივრცეში ბრინჯაო შეაღწევს მხოლოდ ქრისტეშობამდე 200 წლით ადრე. რაც შეეხება აი ამ სივრცეს და როგორც პოლიტიკურ სურათს, პოლიტიკურ სცენას, აქ ჩვენ ხედავთ ძალიან კონკრეტულ პირებს. ტიგროსის ევფრატის ჩრდილო წელიდან და მტკვრისა და არაქსის ასე ვთქვათ სათავეების შორის მოქცეული სივრციდან მიგრირებულ ტომებს, პირდაპირ კულტურის გადანაცვლება ხდება მე-6-მე-5 წლებში ჩრდილოეთიდან სამხრეთით და ბოლო ტალღა ეს არის შუმერული ტალღა, რომელიც სხვა შორის არასდროს არ წყვეტდა თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს და მისი ნათელი მაგალითია ქალაქი ხარანი, რომელიც ჩრდილო მესოპოტამიაში დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე დაარსებული ჰქონიათ შუმერებს, როგორც თავიანთი სავაჭრო წარმომადგენლობა, მთავარი წარმომადგენლობა და აბსოლუტურად სიმბოლურია, რომ შუმერის ქალაქ ურიდან გაქცეული აბრაამი ჯერ ხარანში მიდის, ხოლო მისი შთამომავლები, ისევე როგორც ისააკი და ასევე იაკობი ქორწინდებიან სწორედ ხარანში და ხარანიდან მოყავთ ცოლები, იმიტომ რომ ეს მათი ისტორიული სამშობლოს ქალაქ ურის ფილიალი იყო. და ეს შემთხვევითი არ არის, რომ დაახლოებით იმ ადგილას მდებარეობდა და დღესაც მდებარეობს, თქვათ, ხარანის, ასე ვთქვათ, მემკვიდრე დასახლება, საიდანაც სავარაუდოდ სათავეს იღებდნენ შუმერულ ტომები, სანამ ჩასახდებოდნენ შუამდინარეთის უკიდურეს სამხრეთით სპარსეთის ყურის სანაპიროებთან. და მთელი პროცესები სწორედ აქ მიდის. არის ჯერ შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები. მერე გარკვეული კლიმატური ცვლილების გამო მოდის ერთ-ერთი ტომი სემიტურ ქამიტურ ენოვანს შეიძლება უწოდოს ზოგ სემიტური გონია ზოგს ქამიტური, ყოველ შემთხვევაში ის ტომი, რომელიც ისტორიაში შევა აქადის სახელით და აქადური ენის სახელით. კვლავაც ახალი აქადურ-ენოვანი სახელმწიფო ცენტრი ყალიბდება მე-19 საუკუნეში ქრისტეს შობამდე, რომელიც მე-18 საუკუნეში გარდაიქცევა შუამდინარულ იმპერიად და რასაც ეწოდება ძველი ბაბილონი, ხამურაბის ბაბილონი და ის არის მსოფლიო ისტორიული პროცესების ცენტრი. შემდგომში უკვე ბაბილონს ენაცვლება მსოფლიო ისტორიულ პროცესებში ისედაც პარალელურად განვითარებული ეგვიპტე, მაგრამ ეგვიპტე პოლიტიკურ პროცესებში, მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში მე-3 ათასწლეულში დიდ დროს არ ასრულებდა. აჩვენებდა პირამიდებს, მაგრამ მას არ ყავდა ძლიერი არმია, საერთოდაც ცხენცაც არ იყენებდა პირამიდების შენებისას, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში ძველი ბაბილონი რო ჩამოყალიბდა, ეგვიპტეს შედიან ჰიქსოსები, დიახ, შუამდინარეთის არეალიდან, აქ მოდიან არიული ტომები, ინდოევროპული ტომები, რომლებიც ჩვენ ვიცით ხეთების სახით აერევიან ეს ნესიტურ-ფალაური ტომები და მათი თანამოძმეები, ვინც ბალკანეთიდან მოვიდა ქვისხანის კულტურის ხალხი, ადგილობრივ ხათურ ტომებს და ჩამოაყალიბებენ ძლევამოსულ ხეთურ სახელმწიფოს და სწორედ ხეთები ანადგურებენ ძველ ბაბილონს, არ აქრობენ, უბრალოდ შლიან და მთელი პროცესების ადმიდის. რა თქმა უნდა, ისევ შუამდინარეთი, ისევ სირიის ტერიტორია ერთვება უკვე ძალიან სერიოზულ აქტორად მცირე აზია. აქ არის ხეთების სამეფო და მონაწილეობს ეგვიპტე, ნილოსიდან გადმოსული. და ყველამ კარგად ვიცით, ხო, მათ შორის დადებული 1274 წლის მსოფლიო ისტორიაში პირველი ფიქსირებული ჩაწერილი ზავი სახელმწიფოებს შორის, ეგრეთ წოდებული კადეშის ზავი, როდესაც თებეს დინასტიის ეგვიპტემ და ხეთებმა სირია გავლენის სფეროება ჩუაზე გაიყვეს. ამის შემდეგ არის ზღვის ხალხების შემოსევა, სად არის ეპიცენტრი, ისევ კლიმატური ცვლილებების გამო, სარდინიიდანაც კი მორბის ვიღაც, თქვა აზიიდან იწყვებენ ტომები გადანაცვლებას, ბალკანეთიდან მოდიან დორიელები, ეს ცნობილი, თქვა ტროის დამანგრევლები, დიდი პროცესებია, ჩვენი წინაპარი მესხები ანადგურებენ საბოლოოდ ხეთების სამეფოს, ისინი აიღებენ ხეთების დედაქალაქ ხათუსას და იცვლება პოლიტიკური სურათი მსოფლიოში და ამ დროს ისევ ახალი ლიდერი ჩნდება მსოფლიო ისტორიულ პროცესების, ისევ აქადური ენოვანი სხვათა შორის შუმერებთან ნაჯვარი, ასე ვთქვათ, შერეული გენეტიკურად, იმ დრო დნმ-ის კვლევა ადასტურებს ამას, მაგათაც ჯი აქვთ დნმ-ი, ასურელები, ასურეთის სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო ისტორიაში პირველი სახელმწიფოა, რომლის
პროფესიაც ერთადერთი საქმე სამხედრო საქმე, ანუ პირველი მილიტარისტული სახელმწიფო ხდება. და ჩვენ ვიცით ასურეთის ბრძოლები რეგიონში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხურითულ ტომებთან და ჩვენ წინაპარდია ოხტა. ცნობილი სიანის შეპყრობა და ასე შემდეგ. ეს არის ტიგლათ ფილასარ პირველის მეფობის ხანა დაახლოებით 1112 წელი. შემდეგ ისევ არის ცვლილებები ასურეთი გადადის უფრო მშვიდობიან ცხოვრების წესზე და მე-9 საუკუნის მიჯნაზე იმ დროინდელ მსოფლიოში უძლიერეს სახელმწიფო ხდება ურარტუ. შემდგომში ურარტუს ასუსტებს ისევ ასურეთი, მერე ამავე რეგიონში კავკასიის და სპარსეთის ყურემდე ზაგროსის მთებიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროება აი ამ სივრცეში მოდიან მიდიელები, სკვითები, არის შეტაკებები, ეცემ სუსტდება ასურეთი, მის დაქვემდებარებაში ყოფი ბაბილონი ხელახლა ძლიერდება, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი იპყრობს ასურეთსაც, იპყრობს მთელ სირია, პალესტინას, ისრაელს, ეგვიპტეს. ამ დროს თანამედროვე ირანისა და აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ადრე დომინირებდა ურარტუ, გაბატონდება ახლადმოსული არიული მიდია ისევ ამ სივრცეში და არეალში და ხეთების ალბათ ერთ-ერთი შთამომავალი ლიდიური ტომი დასავლეთ მცირე აზიაში ჩამოაყალიბეს სახელმწიფოს, რომლის მეფეც კრეზი ძველ წარსულში მე-6 საუკუნეში მოღვაწე კრეზი დღემდე სხვათა შორის აი შეტანილი შეიძლება იყოს გინესის წიგნში რატო? იმიტომ რომ ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანია. რა ქონებასაც ის ფლობდა თანამედროვე თანხებში რომ გადმოიყვანოთ, უეჭველი აჭარბებს 9 ტრილიონს. და აი სამი ზე სახელმწიფო ყალიბდება იგივე არეალში, რომელსაც სამივეს ერთად 550-დან 522 წლამდე აქემენიანთა დინასტიის ორი წარმომადგენელი, კიროს მეორე დიდი და მისი ვაჟი კამბისე თლიანად აიმორჩილებენ და შექმნიან მსოფლიო ისტორიაში პირველ ზე სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობაც შეადგენდა იმდროინდელი კაცობრიობის 50%-ს და უკვე მოვედით ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნემდე. მსოფლიო ისტორიის ცენტრები მდებარეობდა ერთ და იმავე რეგიონში, რომელიც წარმოადგენდა შემდეგნაირად. ჩრდილოეთ ესაზღვრებოდა კავკასიის ქედი, სამხრეთით სპარსეთის ყურე, აღმოსავლეთით ზაგროსის მთები, დასავლეთით ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროები. და კიდევ უცებ რო ჩამოთვალოთ, რა იყო ეს ცენტრები? ეს იყო მტკვარ-არაქსის კულტურა, შუამდინარეთის კულტურა, ძველი შუმერული ქალაქები, აქადის სახელმწიფო, ძველი ბაბილონის სახელმწიფო, ასურეთის სახელმწიფო, ურარტუ, ისევ ასურეთის სახელმწიფო, ისევ ბაბილონის სახელმწიფო, ოღონდ ახალი ბაბილონის სახელმწიფო. პარალელურად აქ თანალიდერებად გამოჩნდნენ სხვადასხვა დროს, თუნდაც ხეთები, ეგვიპტელები, მიდიელები და ლიდიელები, მაგრამ მთელი პროცესი მიმდინარეობდა ერთ არეალში. და ყველა საინტერესო რა არის, რომ ამ არეალის ყველაზე აბორიგენი მოსახლეობა თავისი დნმ-ით, თავისი ენით და არქეოლოგიური კულტურის და არქეოლოგიური ძეგლების მონაცემებით იყვნენ ჩვენი წინაპრები. ის ხალხი, ვინც დღეს ვთვლით თავს ქართველებად, რომელთა დნმ-შიც არის ხურიტული, არის მესხური ლაზური, ანუ J, Y ქრომოსომები და რომლებიც ყველანაირი მონაცემებიდან ჩანს, რომ იყო მინიმუმ მტკვარ-არაქსის კულტურის და მინიმუმ დასავლეთ საქართველოს და დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიის აბორიგენი მოსახლეობა და მათზე ადრე აქ არავინ არ ფიქსირდება და რაც თავარია, ამ 3000 წლის მანძილზე თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად არ ჩანს ვინმეს ექსპანსია. ფაქტობრივად არ ჩანს, რომ ვინმე შემოსულიყო და აქ ვინც ცხოვრობდა იყო თითოეული ჩვენთაგანის წინაპარი. ანუ რა გამოდის, რომ ჩვენ რეგიონი, ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა 3000 წლის მანძილზე მსოფლიო ისტორიის ცენტრში. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებამდე ცოტა ვითარება იცვლება, იმიტომ რომ
აქ უკვე ლიდერობას ერთმანეთს ენაცვლება მსოფლიო იმპერია აქემენიანი და სპარსეთი, რომლის შემადგენლობაშიც ხვდებიან ჩვენი წინაპარი ტომები, მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი სამხედრო შენაერთები იყო მოსინიკების, ტაბარენების და სხვა ლაზური ხალიფების ტომების თქვათ აქემენიანი და სპარსეთის არმიის შემადგენლობაში. ამავდროულად გარკვეული ნაწილია საქართველოში იგივე სპარსული წყაროებიდან ბერძნულიდან ინარჩუნებს დამოუკიდებლობას აქემენიანი და სპარსეთისაგან, თუნდაც კოლხეთი, რაც რა თქმა უნდა ძალიან საამაყოა და კარგია და საინტერესოა, მაგრამ ისტორიის ცენტრმა აქემენიანი და სპარსეთის ზეობის ხანაში გადაინაცვლა ეგეოსის ზღვის აუზში. რატომ? იმიტომ რომ სოფლიო ზღვაზე უკვე ზღვაზე გადის კაცობრიობა და მსოფლიო ზღვებზე, არა ოკეანეებზე, არამედ ზღვებზე და ეს ზღვებს წარმოადგენდა მაშინ უფრო ხმელთაშუა ზღვის აუზი და შავი ზღვა, ბატონობა პირდაპირ ნიშნავდა პირველობას დედამიწას. და აქ გამოჩნდა რამდენიმე პრეტენდენტი, ლიდერი პირველობის. სხვათა შორის ვერ ვიტყვით, რომ მაინც ფინიკიელებმა გადაინაცვლეს დასავლეთში კარტაგენი დააარსეს დღევანდელი ტუნისის ადგილას და არჩარეულად აბრეშუმის გზის თავარ პროცესებში საქმე ის იყო, რომ ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში შედგა მსოფლიო სავაჭრო მაგისტრალი. დაიბადა ასეთი აბრეშუმის გზა, რომელიც მოიცავდა ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის არეალში ზღვის სანაპირო სივრცეებს, ხოლო აქეთ აზიურ მონაკვეთში აქემენიანი და ირანის ტერიტორიაზე გადიოდა, შემდეგ გადადიოდა ინდოეთზე და ბოლოს ამას შეუერთდა ჩინეთიც. და ეს იყო პირველი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, უკვე არა რეგიონალური, არამედ გლობალური, რომელიც ფაქტობრივად დედამიწის ყველაზე დასახლებულ სივრცეს ფარავდა, იმიტომ რომ რეალურად ამ არეალში იყო თავმოყრილი 90%-მდე კაცობრიობის რაოდენობისა. იმდროინდელი კაცობრიობის 90% სწორედ სახლობდა, როგორც ირკვევა, აბრეშუმის გზის არეალში. და მისი კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ მის სახმელეთო მონაკვეთს ცალსახად აქემენიანთა სპარსეთი აკონტროლებდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზღვაო სივრცის. იმიტომ რომ ხა შენ თუ არ ქონდა ხმელთაშუა ზღვასთან მისასვლელი და გასასვლელი, რა თქმა უნდა, სავაჭრო ბალანსი იმის მხარეს იქნებოდა, ვინც ამას აკონტროლებდა და აქ რა სპარსელებს გამოუჩნდნენ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, რომელთა მეტაურიც პირველ რიგში საზღვაო თვალსაზრისით იყო ათენი. და წავიდა ცნობილი ბერძენ სპარსელთა ომები, რომელიც შეიძლება უფრო თავდაპირველად მოუნათლოთ სპარსელთა და ათენელთა ომებად. და შესაბამისად ეს საბრძოლო მოქმედებები, ხა ყველამ კარგად ვიცით, ხო? მიდის ეგეოსის ზღვის აუზში და საბერძნეთში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე უფრო მეტად, ვიდრე თქვა მცირე აზიის ნახევარკუნძულზე. ანუ პირველად სოფლიო ისტორიის ცენტრი აშკარად მე-5 საუკუნეში და მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში გადის დასავლეთისკენ. გადის იმ არეალიდან, რომელსაც თქვა ჩვენ ვეკუთვნოდით. არც თუ ისე შორს, მაგრამ გადის. და ეს არის უფრო ეგეოსის ზღვის აუზი. ამის შემდეგ ასპარეზზე გამოდის ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც იპყრობს აქემენიანთა სპარსეთს, მეტი ჩადის ინდოეთამდე და დედაქალაქი ნახეთ მას პელადან ეგეოსის ზღვის აუზიდან ისევ ძველ სივრცეში, ისევ შუამდინარეთში ბაბილონში გადმოაქვს. და რაღაც პერიოდი ისევ სოფლიო ისტორიის ცენტრი ყოველ შემთხვევაში 330-იანი წლებიდან 240-იან წლებამდე ბრუნდება დაახლოებით 1 საუკუნის განმავლობაში ისევ ძველ არეალში. მაგრამ მე-3 საუკუნის შუა პერიოდში მსოფლიო ისტორიის ისტორიულ პროცესებს გულისხმობთ, ხაზს ომის ცენტრი მართლა გადადის გაცილებით დასავლეთით. ეს არის ის პერიოდი, როდესაც იწყება ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ სივრცეში პირველობისათვის ბრძოლა რომსა და კარტაგენს შორის. დეტალებს არ შევეხები, თლიანობაში მიმდინარეობდა 264 წლიდან 146 წლამდე, 100 წელზე მეტხანს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ომი რომა დაიწყო როგორც რეგიონალურმა სახელმწიფომ, რომელიც ვერ აკონტროლებდა და არ აკონტროლებდა თანამედროვე იტალიის მთელ ტერიტორიასაც კი, არც სიცილიას, არც სარდინიას და არც პოსტ-ჩრდილოეთით მიწებს, მაგრამ ომი დამთავრდა, რომ რომი იყო მსოფლიო ჰეგემონი. და რომის ხელში ამ ომის ბოლოს იყო არა მარტო მთელი თანამედროვე იტალია, არამედ
ესპანეთის ზღვის სანაპიროების სერიოზული ნაწილი, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკა თავის კართაგენიანად, მთლიანად თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორია და მცირე აზიის გარკვეული ნაწილი, ცნობილი პროვინცია აზია, რომელსაც გადაწყვეტა. რომის პერიოდი, ანუ როდესაც რომი ხმელთაშუა ზღვის არეალში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ისტორიის ცენტრი არის აქ. და ეს ისტორიის ცენტრობა რომისა, რომ ყველაზე დიდი პროცესები სწორედ აქ ხდებოდა, გაგრძელდა დაახლოებით მითრიდატეს ომებამდე. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს თქვათ იგივე კეისრის დაპირისპირება პომპეუსთან და კეისარიც შემოდის მცირე აზიაში, სირია-პალესტინაში, ეგვიპტეში, ისევ ძველ სივრცეებთან. მერე ავგუსტუსის და ანტონიუსის დაპირისპირება ისევ აქ და ამის შემდეგ უკვე მოყოლებული ახალი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნემდე. მსოფლიო ისტორიის ცენტრი ერთმნიშვნელოვნად გადმოინაცვლებს ძველ სივრცეში. და რატომ? იმიტომ რომ რომის ჯერ მთავარი კონკურენტი იყო პართიის სამეფო. შემდგომში რომის კონკურენტი იყო სასანური ირანი, მერე ბიზანტიის კონკურენტი იყო სასანური ირანი, შემდგომში ბიზანტიის არაბული სამყარო, შემდგომში სელჩუკები და ასე შემდეგ. და ამ პერიოდში, ანუ ბიზანტიის და მანამდე რომის არსებობის პერიოდში მთავარი საზღვარი დასავლეთ და აღმოსავლეთ შორის გადის ევფრატზე და გადის კავკასიის ქედის განშტოება ლიხის ქედზე. ყველაფერი და მთავარი სადაო ტერიტორია, მათ შორის როგორც წესი, არის ევფრატის ზემო წელი და მცდელობა იმისა, რომ საზღვარს გადაწევს, თქვა და რომის, ბიზანტიის, მთელი მცდელობებია, რომ საზღვარი გადაწიოს კასპიის ზღვის სანაპიროებამდე და სპარსეთის ყურამდე, ხოლო აღმოსავლური იმპერიების, ეს იქნება პართია, ეს იქნება სასანური ირანი, არაბული სამყარო, რა თქმა უნდა, თვითმიზანია, რომ საზღვარი გადმოწიონ სულ მცირე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე და კარგი იქნება თუ გადმოწევდნენ, მათ ისინი ასე ფიქრობენ, შავი ზღვის სანაპიროებამდე. მთელი სამხედრო პოტენციალი, მთელი ეკონომიკური პოტენციალი, რაც კი ამ ორ სახელმწიფოს თავისი ზეობის ზენიტში, როგორც იყო ბიზანტია იუსტინიანეს დროს და ირანი ხოსრო პირველის დროს მოახმარეს ომს ლაზიკაში. ამის შემდეგაც ეს პროცესები თუ დავაკვირდებით აი არაბულ პერიოდში, რა თქმა უნდა, არაბეთის სახალიფოების პერიოდში ეს იქნება მე-7 საუკუნიდან მე-8 საუკუნის შუა პერიოდამდე დამასკოს სახალიფო, მერე ბაღდადის სახალიფო, შემდეგ უკვე აქ მოდიან სელჩუკური ტომები, ყველა პროცესი მიმდინარეობდა ისევ კავკასიონის ქედიდან სპარსეთის ყურამდე ზაგროსის მთებიდან ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებამდე. შემდგომში ჩვენ ვხედავთ ჯვაროსნულ ლაშქრობებს და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ზესახელმწიფოს, რომელიც აი იმ დროინდელი საქართველოს მსოფლიოს ლიდერია და რა თქმა უნდა პროცესი ისევ ამ რეგიონშია. და ესე გაგრძელდა კონსტანტინოპოლის დაცემამდე. ეს იყო თემურლენგის შემოსევების შემდეგ, მანამდე მონღოლების შემოსევები თუ ისევ ბოლო პერიოდი საქართველოს მეხზე დადგომის, რა თქმა უნდა, მთავარი პროცესები მიმდინარეობდა კავკასიასა და სპარსეთის ყურეს, ზაგროსა და ხმელთაშუა ზღვის შავი ზღვის არეალს შორის. და რა ხდება? მე-15 საუკუნის შემდეგ ეცემა კონსტანტინოპოლი აღმოჩენების გამო მსოფლიო ისტორიის ცენტრი, პოლიტიკური პროცესების ცენტრი გადადის აღმოჩენების, ხდება ახალი ლიდერები. ეს არის პორტუგალია, ეს არის რა თქმა უნდა ესპანეთი, რა თქმა უნდა ნიდერლანდები, რა თქმა უნდა კონტინენტურ ევროპაში ჯერ საფრანგეთი და მსოფლიო ოკეანეზე მთელი მე-18-19 საუკუნე ბრიტანეთი. მერე აქ გამოდიან ახალი ლიდერები, თქვა გერმანია რაღაც პერიოდში, მე-19-ის ბოლო მე-20-ის დასაწყისი თავის პრეტენზიებით გაერთიანებული იტალია, რეალურად რუსეთიც, რომელსაც პირველი განაცხადები, პირველი რომ მეც ვარ, ქონდა მე-18 საუკუნის დასაწყისში პეტრე პირველის დროს და ცოტა უფრო ხმამაღალი შეიძლება ეკატერინე მეორის დროს მე-18 საუკუნის მიცვლის, მაგრამ აშკარად ალექსანდრე მეორის რეფორმების შემდეგ ისიც ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე აცხადებს პრეტენზიას და ამ დროს ნახეთ რა არის მთავარი ბატალიებისად ხდება. ხდება იმ რეგიონებში, იმ სივრცეში, სადაც თქვათ მთავარ როლს თამაშობს საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, რუსული სივრცე.
ანუ ალპების ჩრდილოეთით გადაინაცვლებს. ყველა ცნობილი დიდი ომები, რომელმაც გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიის ბედი, თქვა მე-16, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეებში მოხდა აქ. შემდეგ რა თქმა უნდა აქ ხდება ნაპოლეონის ომები ზუსტად ამ სივრცეში, ხო, პარიზიდან მოსკოვამდე. შემდეგ გვაქვს გარკვეული შესვენება, მაგრამ ყველაზე გრანდიოზული ომი ნაპოლეონის ომების შემდეგ პირველ მსოფლიო ომამდე ისევ იყო საფრანგეთ-პრუსიის ცნობილი ომი 70-71 წლებში 1800. შემდეგ პირველი მსოფლიო ომის არეალი არის ხსენებული რეგიონი, ცენტრალური ევროპა და მაქსიმუმ ესე მოსკოვსა და პარიზს შორის არის მოქმედებები. ეს არის 1914-18, იგივეს უყურებთ 1929-45 და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ომის შემდეგ აბსოლუტურად ახალი აქამდე არ მონაწილე პროცესებში ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები გამოჩნდა, თქვათ, ერთი ბანაკის ლიდერად და პრინციპში ყველაზე უფრო ძლიერ სახელმწიფოდ, ხოლო მეორე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ჯარების მქონე სახელმწიფო დაფიქსირდა საბჭოთა კავშირი. მათ შორის ცივი ომის დროს თავარი წყალგამყოფი, ეხლა ვიცი რომ იყო ქალაქი ბერლინი და მართლა 60-იან წლებში გააშენა ხრუშჩოვმა სიმბოლოდ რო იცო ბერლინის კედელი. და ასე გაგრძელდა 1991 წლამდე. მაგრამ ნახეთ რა არის ამ დაახლოებით, ესე იგი ეს იყო 500 წლიანი პროცესი. 550 წლიანი პროცესი. და ამის შემდეგ თანდათანობით პროცესები 90-იან წლებიდან ინაცვლებს ისევ შავი ზღვის, ისევ სპარსეთის ყურის, ისევ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებს. გავიხსენოთ უბრალოდ ჩამოთვალ. ეს იყო ცნობილი მოვლენები, ხო? გარკვეულწილად ავღანეთის ომი სხვა შორის მაშინ მოჩა. რაც ჩვენ ვიცით, ერაყში მიმდინარე პროცესები. ერაყის პირველი ომი, ერაყის მეორე ომი. ომები საქართველოს ტერიტორიაზე. თქვათ, ეგრეთ წოდებული ეთნოკონფლიქტები, რაც რუსეთ-საქართველოს ომები იყო, ხო, 90-იან წლების თუ 2008 წლის. თუნდაც დღეს მიმდინარე პროცესი, რომელიც შავი ზღვის პირეთშია და ყირიმმა გამოიწვია შავი ზღვის აუზის ერთ-ერთმა მთავარმა ნაწილმა, ხო? იგივე აღარაფერს აღარ ვამბობ პალესტინის ომებზე, ისრაელის ომებზე და ვთქვათ, აი იმ სირიის პროცესებზე. და მთელი მსოფლიოს ყურადღება უფრო და უფრო კონცენტრირებული აქვს. მეტიც 90-იან წლებიდან ხდება აბრეშუმის გზის აღდგენა, იმიტომ რომ ახალი ლიდერი ჩნდება, კიდევ ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო პოლიტიკაში. ჩინეთი, არსებობს ევროკავშირი, რომელიც ერთიანდება და უეჭველი ლიდერია და მათ შორის მთავარი სახმელეთო გზა დამაკავშირებელი. რა თქმა უნდა იყოს ზღვაზე არანაკლებ, ისევ სახმელეთო მონაკვეთი და ნებისმიერ შემთხვევაში ამ სახმელეთო მონაკვეთში ხსენებული რეგიონი, სივრცე კავკასიონის სამხრეთით, სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით, ზაგროს მთების დასავლეთით და ხმელთაშუა და შავ ზღვას შორის აღმოსავლეთით მდებარე სივრცე ბრუნდება. მსოფლიო ისტორიის ცენტრი უბრუნდება თავის ბუნებრივ სივრცეს. და ეკედა გავაკეთოთ დასკვნა. 5500 წლის მანძილზე მსოფლიო ისტორიის დაახლოებით 4900-5000 წლის მანძილზე მსოფლიო ისტორიის ცენტრი იყო ის რეგიონი, რომელსაც ვეკუთვნით ჩვენ. მხოლოდ და მხოლოდ ერთად აღებ ვთქვა, აი, როცა რომის პერიოდში გადაინაცვლა დაახლოებით 100-150 წელიწადი, სადაც 400-დან 500 წლამდე ხდება მონაკვეთი, როდესაც ცენტრალურ ევროპაში გადაინაცვლა, ხო, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი. 500-600 წელი იყო მსოფლიო ისტორიის ცენტრი გასული რეგიონიდან. დაახლოებით 4900-5000 წელი მსოფლიო ისტორიის ცენტრი 10-ჯერ უფრო დიდი დრო იყო ჩვენს რეგიონში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ ამას. შეიძლება ეს არის რისკები, ხიფათები, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ერთი რამ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, ძალიან დიდი პერსპექტივა, რომ ჩვენი ქვეყანა თუ აი ამას სერიოზულად და სწორად შეხედავს, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს, უმნიშვნელოვანეს ფენომენად იქცეს, როგორც ეს იყო მისი ისტორიის მთელს მანძილზე 1000 წლების განმავლობაში.